ქართული ქარტია იყო ისეთი რაღაცა, რომ 4 პარტია ამბობს, რომ შენ ოღონდ ამ ქარტიის პარტიას მიეცხვა და მე არ მაინტერესებს ვიზაძლო ხმას. პოლიტიკური კატასტროფა არის ჩემს ეს. კი, ამ ქარტიის იდეები მე ძალიან მომწონს. მაგრამ მოდი მინდა გავიხსენოთ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში. როცა ტრამპის რეიტინგმა აიწია და ნახეს ეს დანარჩენმა კანდიდატებმა რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი არჩევნებში, შექმნეს ესეთი რაღაცა Never Trump Coalition, არასდროს ტრამპის კოალიცია, რომ ტრამპი არ უნდა მოვიდა. თქვენს რომ პრაიმერიში წაყვალთო, ნებისმიერ ჩვენთაგანს მოგვეცით ხმაო, ოღონდ ტრამპს არ მისცეთ ხმაო და შედეგი რა იყო? ტრამპმა გაიმარჯვა პრაიმერი და მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები. იგივე პრინციპი იყო ეს ქარტია. ქარტიის იდეები მშვენიერია, მაგრამ როცა მაგალითად მოდის კოალიცია ძლიერ საქართველო. იმას ხო თავისი ისა აქვს, თავისი პარტია, თავის ხედვა აქვს, ნაციონალური მოძრაობა, თავისი პარტია, თავის ხედვა. გახარიას ხო საერთოდ და ცალკე კოალიცია ცვლილებებისთვის. რო ერთი ქართული ქარტია რო ყოფილიყო კოალიციური ერთიანი სია, ეს გასაგები იყო, მშვენიერი იქნება და ეს იქნება ideალური. მაგრამ როცა ამდენი პარტია ამბობს, რომ ნახე, მე ვარ ნაციონალური მოძრაობა, არ მაინტერესებს ჩვენ გიორგი გახარიას მისცემ ხმას, ლევოს მისცემ თუ კოალიცია ცვლილებებისთვის, ეს ჩემთვის არის შეცდომა, იმიტომ რომ იგივე იმ პარტიებისთვის, კოალიცია ცვლილებებისთვის რო ვიყო და ვეუბნები, კი, შენ შეგიძლია ამას მისცე ხმა, ამას მისცე, ამას ოღონდ იმ კოცებსა, ის კოცები ადგებიან და იტყვიან, ნახეთ, ეცენი როგორ ერთიანდებიან ჩემს ნახდა და გახსოვს გლობალური ომის პარტია და Deep State-ი, რაც აი უდიდესი საფრთხეა. აი, ყველა ჩვენს წინააღმდეგარი და ჩვენ უნდა მოგცოთ ხმა და ეს რეგიონებში იხმარეთ ძალიან, რეგიონებში რომ დადიოდნენ და კამპანიას ატარებდნენ, ეუბნებოდნენ, ნახე, Deep State-ი, LGBT პროპაგანდა გაერთიანდა ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენ თუ არ მოგვეცით ხმა, საქართველო დაიქცევა. იმიშავა და შედეგი მე აბსოლუტურად გეთანხმები არგუმენტაციაში და კიდევ ერთს დავამატებდი ჯერ კიდე არჩევნებამდე მეც რამდენჯერმე მომიწია მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისვლა და ამ არგუმენტზე პასუხი არ მომისმენია რომ თუ ამბობთ რომ ეს იყო რეფერენდუმი საქართველოსა და რუსეთს შორის საქართველოს ევროპულ განვითარებასა და რაღაცა იზოლაციას შორის სიღატაკესა და სიღარიბეს შორის ასე შემდეგ ხო რეფერენდუმს ახასიათებს ერთი მნიშვნელოვანი თვისება, რომ ორი არჩევანია, ან კი, ან არა. და როდესაც ამ ქარტით გათვალისწინებული საკითხები იყო, გეთანხმები, რომ ძალიან მარტივი იქნებოდა, თუ კი იქნებოდა ორი არჩევანი, ან ქართული ოცნება, ან პირობითად რაღაც ნომერი.